ჩვენ დაანონსებული გქონდა და გვაქვს ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება, რაც ვფიქრობ ჩვენი დედაქალაქისთვის, სატრანსპორტო სისტემისთვის, გადაადგილების კომფორტისთვის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელი პროექტია. შესაბამისად გამოცხადებული გქონდა ტენდერი აღნიშნულთან დაკავშირებით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც დასრულდა გუშინ 31 მარტს და მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ვიცი რომ საზოგადოება ძალიან ელოდება ამ ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და ჩვენ რა თქმა უნდა ეტაპობრივად ყველაფერს გეტყვით, მოგაწოდებთ ინფორმაციას თუ რა ეტაპზე ვართ. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამის სატენდერო წინადადებები წარმოადგინა 4 კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის 3 თურქეთში და 1 კომპანია ჩინეთში არის რეგისტრირებული. 4-ვე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიას, რომლებსაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვს განხორციელებული სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ქალაქებში. უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო ჭირდება, საკმაოდ დიდი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება. აქვე შეგახსენებთ დაგეგმილი ტრამვაის ხაზის ძირითად პარამეტრებს. ტრამვაის ხაზი იწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიდი დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროს სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე 7,5 კილომეტრს შეადგენს, სადაც პროექტით გათვალისწინებულია 11 გაჩერება. აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი ტრამვაის დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება ექსპლუატაციაზე. პროექტი, როგორც იცით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ტენდერი გამოცხადებული იყო აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების, ADB-ის შესყიდვების შესაბამისად. პროექტი შედგება 3 ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტი, დეტალური პროექტი და მშენებლობა, რომელთა ჯამური ვადა შეადგენს 36 თვეს. 36 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, 36 თვის ვადაში პროექტი უნდა იყოს დასრულებული. პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტრამვაის ხაზის ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ხელშეწყობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს.